შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები? იმიტომ რომ უკეთ დაგინახო შვილო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები? იმიტომ რომ კარგად გადაგსანსო. წითელ ქუდამ ხმის ამოღებაც ვერ მოასრო, რომ გელი მივარდა და გადაყლაპა. რა გინდა სერგო? რა გინდა კაცო? ზღაპრებს კი არ ვკითხულობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების მასალებს ვეცნობი. რაო? დღეს სხვა ზღაპარი კი არა და სხვა გამოძიების მასალები გააქვს? უი? ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. შეთქმულების ფაქტი, რომელიც გადატრიალებას ისახავდა მიზნად არ დაუსახელებიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ არც მედია საშუალება დააკონკრეტა, მაგრამ მისი გამოცნობა არც ისე რთული იყო. ვიკილიქს ცენტრი ყოველგვარი დასაბუთებისა და აუდიო მტკიცებულების გარეშე აქვეყნებს დიალოგს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის. ნიკა დააინვალიდონ და ასისხლიანო მხოლოდ. ესე ეფექტური იქნება. ხალი რომ დაიბრიდოს აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნება დედა. ბიჭო გიგა, შენი ნიღბიანები თავის დროზე უნდა გაზრდნენ, მე იქიდან შეუმჩნევლად. ეს კარგად გათვალე. ხო, გიორგი ნახე რა გიგა. მარგველას ვნახავ დილიდან ჩაფენისთანავე. ამოძრავდება და გამოვა აბარასიზავს. რეალურად ეს ჩვენი გეგმა გადაარჩენს რუსთავსაც და მოძრაობასაც. თანხა როგორც მოვა დავიწყებთ. დაპაბაჩინია გიგა. თამრიკოს ბოდიში გადაეცი, ვერ გამოვემშვიდობე. არა, ვგიჟდები უკრაინულ ვიკილიქსზე, რა ვგიჟდები. რა პროფესიონალური ორგანიზაცია. მიწის გულში რა ხდება, ის იცის და ეხლა ცოდვა არ არის ეხლა ასეთი მწირი მატერიალურ ტექნიკური ბაზარო აქვს კაც. ეხლა ალალი არ არის ეხლა მაგათთვის ერთი დიქტოფონი, ვიდეო კამერაზე რო საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. თუმცა თვითონ უკეთესად იცის კაცო. თან წიგნი ხომ ყოველთვის ჯობია კინოს. ტექსტი მაინც სხვა, საფიქრალს გიტოვებს, ფანტაზიას გიღვიძებს. რაც გინდა იმას წერ კაცო ბოლოს და ბოლოს. ხო, ეხლა წარმოიდგინე, მოხდა სასწაული და ზუსტად საჭირო ადამიანები შეიკრიბნენ სალაპარაკოდ. ურთავ ფარულ კამერას, ისინი კიდევ იმას არ ლაპარაკობენ, რაც შენ გინდა. მე სად მიდიხარ? ამ დროს შემჩნეულია, როცა ხელით წერ, ადამიანი ზუსტად იმას ამბობს, რაც შენ გინდა, რომ თქვას. თან ეს იაფი მეთოდია, სხვა მეთოდებთან შედარებით, ამიტომ ვგიჟდები ჩვენ სულზე. რა აგენტების წვრთნა და რისივერსა, სამძებრო ღონისძიებები. მიეჯამლის ვიღაცა რაღაცას და აღძარის საქმე კაცო, რა გენაღლება. სხვათა შორის ამას კიდევ ერთი პლუსიც აქვს, სასაცილოა და სიცილი კიდევ ჯანმრთელობა. იხო, აბა. რა და ეხლა აგრონომია არ ესმის ბიზნესჩემს რა. ჯერეთი რომ რაც დათესა ის ვერ მოიმკოდა, მე მეორეც არც მარგვლაში გაუმართლა მაინც და მაინც თუ მარგველაში. ხო. ერთ-ერთი კამათი საგანი რაც იყო ჩვენი. 140 კამერა აიკვიათა და ცეცხლგამძლე კარებები მე ამოვაღებინებ ჩემი პრემიერობის დროს იმ რეზიდენცია რომელიც აშენდა ათონელზე. 3 მილიონი მიჯდებოდა დამატებით ცეცხლგამძლე კარებები. და მე ვთქვი რომ ეს ფუფუნება არ აქვს თავრობას და არაფერი არ ჭირს რომ ეს კარებები ამოეყოთ. ხა თუ გავიხსენოთ პრეზიდენტობამდე ამ კაცის პოზიციას რომ მას უნდა დაცვის გარეშე შეეულო დღევანდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი დაპირისპირებაში ივანიშვილთან კი არა. იმ მარგველაშვილთან არა რომელიც პრეზიდენტობამდე იყო. აი ხომ არის ნათქვამი ადამიანის საკუთარი თავის მტერიაო. ხო და ჩვენ ვთვლათ ორ პრეზიდენტობა ქონია თურმე. გიორგი ულუ მარგველაშვილიც ყავს და გიორგი ნარინ მარგველაშვილიც. ხო და რა ამბავია და ხესა ბაგაც. ერთს ალაბარში ეცხოვრა, მეორეს ათონელზე. ერთი მარგველა მისი ყოფილიყო, ერთი მარგველა სხვისი. მაგრამ არა მოუნდომები ეხლა ეს ცეცხლგამძლე კარი ვაჟბატონს. აი რაში ჭირდება ცეცხლგამძლე კარი პრეზიდენტს? რა გამოდის ეხლა პრეზიდენტის გამობუგვა რომ მოუნდეს ვინმეს რა ვერ უნდა გამობუგოს?
და თან ხა პრეზიდენტია ვიღაც მოქალაქე ხო არა კაცო რომ ტყვია გაუმტარ დაჯავშნულ და უზარმაზარ რეზიდენციაში რო ცხოვრობდეს კაცო ან ეს 140 კამერა რა სიხარბია კიდევ ვერ გავიგე რა წინა პრეზიდენტს ერთი პატარა კამერა შეთავაზეს და იმაზეც უარს ამბობს კაცო ამან კიდევ 140 ერთად მოინდომა არა შეშვი მანკაც ვიზინა ჩემო რა თავისი გაჭირვება იყო ეხლა პრეზიდენტი იყო თუ არა ისიც არისოდა აქამდე ნორმალურად და ახლა გიორგი მარგველაშვილია თუ გიორგი მარგველაშვილი ეგეც აღარ იცის უკრაინულ ვიკილიქს ეკითხებიან ეს ბოკერია სააკაშვილის ფარული ჩანაწერები სცენარისტების დაწერილს უფრო გავს კარგი რა კაცო რეზო ამაშუკელი რა სცენარისტიაო ბიძინა ბრაზობს გიორგი მარგველაშვილის საკუთარ თავს ებრძვისო მერე შენ რა გაბრაზებსო რა და რით ვერ ჩააძაღლაო ჩემმა პრემიეროვიჩმა მთელ ერს ჩამოხსნა ვარდისფერი სათვალე და ფერქვეშ გათელა ფაქტობრივად უკვე ახდენილი ქართული ოცნება ხელახლა ასახდენი გაგვიხადა გაც რაც 25 წლის განმავლობაში გაფუჭდა რომელი მთავრობა შეძლებს აღადგინოს 1 ან 2 წელიწადში ან თუნდაც 5 წელიწადში ამას სჭირდება დრო პოლიტიკოსებს ჩვევიათ ტყუილი და ხშირად ისინი პირდებიან მოსახლეობას საოცარ აყვავებულ საქართველოს ეს არ ხდება ასე რაო ხანდახან პოლიტიკოსებიც იტყუებიანო ეს რა გითხარი ჩემო პრემიეროვიჩ მე დღემდე მგონია რომ ელექტროენერგიაში ნახევარ ტარიფს ვიხდი ბენზინში 1 ლარით ნაკლებს და ევროპა გაოცებული შემოყურებს ეს რა დემოკრატია დაამყარეთ ჩვენი არადემოკრატიული დედაცმო არა კაცო არ მჯერ არა იქნება ისა იტყუება პრემიეროვიჩი და პოლიტიკოსები არ იტყუებიან ან ეხლა პოლიტიკოსები თუ მართლაც იტყუებიან ეხლა პრემიეროვიჩის ეს განცხადება ტყუილია და პოლიტიკოსები არ იტყუებიან არა არის რაღაცა კონკრეტული ამაში ისე რა გინდათ ეხლა ხალხო მეტი რა ექნა ეხლა პირდაპირ თქვა მოგატყუეთ ხალხო დამიჯერეთ მოგატყუეთო ახლა არჩევნები მოდის და კიდევ მოგატყუებთ ოღონდ ეხლა წინასწარ გაფრთხილებთ რომ მოგატყუებთ და მე არ დამიწყოთ ეს სად არის და ის სად არის ხო და ჩემო პრემიეროვიჩი ყოველგვარი მოსალოდნელი არეულობა რომ თავიდან ავირიდოთ მაგრამ პირდაპირ გითხარი რას გვატყუებთ და რას არა ზღაპარიყო ჭალას ჩიტი მომკვდარიყო დიდ ქვაფში არეტეოდა და პატარა კიდევ ორმა უცნობმა პირმა პოლიტიკური ზეწოლის მიზნით მოიპარაო ხო ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი თავარდქილაძის საცხოვრებელ სახლში უცნობები შეიჭრნენ. წინასწარი ინფორმაციით, ორი პირი მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გვიან ღამით შევიდა. მათ საცხოვრებელი დაარბიეს, ირაკლი თავარდქილაძის თქმით, წაღებულია მხოლოდ ერთი ქვაბი. მომხდარს ნაციონალური მოძრაობის წევრი პოლიტიკურ ფაქტორად მიიჩნევს. მისი თქმით, თავდასხმისკენ კრიმინალებს თავად პრემიერმა მოუწოდა. დედა არიქა სასწრაფო ზომებია მისაღები, თორემ ეს ამბავი ასე არ დასრულდება. დღეს ქვაბს აიღებენ, ხვალ ხორცს, ზეგ ბორშს მოხარშავენ, გამოძღებიან და ისევ ჩვენ დაგვერევიან მე. აბა ეს თუ არა პოლიტიკური ზეწოლა, სხვა რა უნდა იყოს, მაინც და მაინც სანამ ეხლა ჯამს არ მოიპარავენ, იქამდე არ უნდა შევისაუბროთ, შევიბერტყოთ ხური. რას ქვია რაშუაშია პოლიტიკური ზეწოლა? რას ქვია კაცო? რაშუაშია და ნაცი ხომ იმიტომაა, ნაცი რომ ყველა არანაც ერთ ქვაბში ხარშავს. ხო და რა გაქნას ეხლა ამ კაცმა? თავი რო აღარ აქვს? ამიტომ ამოიღოს ახლა ხმა ისა დიპლომატიურმა კორპუსმა და ევროსაბჭომ. არის სტოლტენბერგი რას მიეკეთებს? მშვენიერი გაწკიპინებული ისა ემალის ქვაბები უწყვია ალბათ კანადაში და რა ენაღლება ეხა თვითონ. არა და ალუმინის ქვაბი დაიკარგა ხალხო. ბოლო-ბოლო ხა ნერჟავე იქის ხო არა? მით უმეტეს ეხლა ამაზე თუ თვალი დავხუჭეთ, ისე გათამამდებიან ეგეთი რომ ახლა თუ ნაცმოძრაობის რიგით წევს ქვაბს პარავენ, მე რეწავლენ და ნუგზარ ციკლაურს ან ჩიორა თაქთაქიშვილის ქვაბს პარავენ კაცო. ხო და კოვზე კაცი გამოვიდეს გარეთ, თორემ როგორც ლაოძი ამბობდა, იმ ქვეყნის დემოკრატიას, სადაც ალუმინის ქვაბის უფლებები არაა დაცული, დიდი დღე არ უწერიაო. ღარიბაშვილი ამაყობს პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან. აი, ამიტომ არ ყავს ჩვენს პარტიაში პოლიტიკოსებიო. ნაცმოძრაობის წევრი ამბობს, გუშინ ქვაბი რომ მომპარეს ეგ პოლიტიკური დაკვეთა იყო. რატომო? რატომ და საჭმლით იყო სავსეო? მერეო? რა მერე კაცო ხადურის მეტი ვინ იზამდაო? ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდა პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი,
ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია Velux-ი. Monterey Lux-ის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასად. Monterey Lux, ლიდერი ქართულ ბაზარზე.